მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე, რადიო პალიტრის ეთერში და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრე ნიუსის ეთერით. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ ზურაბ პოლოლიკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამ თემაზე რამდენიმე კომენტარი გაკეთდა დღეს და წაგიკითხავთ, ვიდრე სტუმარს წარმოგიდგენთ. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ თქვა ასეთი რამ. როდესაც ვიღაცა ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავში ჩაარტყას, მერე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რომ არ გპასუხობენ. მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც არ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს. არ გამმარტა უფრო მეტად, იმიტომ რომ საქმე ეხება ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ წლის ბოლომდე იკავებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას. შეგახსენებთ, რომ პოლოლიკაშვილი ამ თანამდებობაზე მრავალი წელია მუშაობს და შესაბამისად კიდევ ერთი ვადით მისი წარდგენა იგეგმებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ, თუმცა მერე საქართველოს ხელისუფლებამ გამოიწვია მისი კანდიდატურა და ხარი დაუჭირა საემიროების კანდიდატურას. ირაკლი კობახიძის განმარტებით ზურაბ პოლოლიკაშვილმა მისი პასუხებით დაამტკიცა, რომ მისი გამოწვევის თაობაზე გადაწყვეტილება უალტერნატივო იყო, შესაბამისად კობახიძის თქმით, მთავრობის მხრიდან ღალატი იქნებოდა პოლოლიკაშვილის კანდიდატურის არ გამოწვევა, თქვა მან. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა მამუკა მდინარაძემაც, რომელსაც წაგიკითხავთ ასევე და გაგაცნობთ, აი ახლავე. მამუკა მდინარაძე ამბობს ასეთ რამეს. მდინარაძის განმარტებით, ზურაბ პოლოლიკაშვილი იქნება თუ თავის პატრონებს დაქვემდებარებული ადამიანი, უნდა იცოდეს, რომ თუ საქართველოს არ ემსახურებიან, მაშინ საქართველო მათ კანდიდატურას არც მხარს დაუჭერს და პირიქით დაბლოკავს. უკადრებელი იკადრა, ამბობს მდინარაძე და ჩვენი გადაწყვეტილება რომ სწორი იყო, მისივე პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა. ამ შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან საუბრის დროს პოლოლიკაშვილმა უბრალოდ მიწერ-მოწერის დროს ამ ხელისუფლებას დიპ ვირთხები უწოდა. და ამაზე აქვს აქცენტი მდინარაძეს. სიტყვებიდან გამოჩნდა, როცა აქეთ-იქით რეკავდა ცდილობა 1000 ახლობელი გამოძებნო, ხვეწით და მუდარით, მდინარაძესთან, კობახიძესთან, კალაძესთან და ასე შემდეგ და იხვეწები იქნება რამენერად გადაწყვეტილება შეცვალოთ და როდესაც დარწმუნდები, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, ასეთ რაღაცას კადრულობ მის პიროვნულ თვისებებზე, იმაზე თუ ვინ არის და რას იმსახურებს, ალბათ აქედან უნდა ვიმსჯელოთ, ამბობს მდინარაძე. მან უკადრობელი იკადრა, ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა, ეს არის ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს აღარ წარმოადგენს. თავის დროზე კონსულტაციები იყო გარკვეულ პარტნიორებთან და არ გაგიკვირდება თუ ჩვენი ბევრი გადაწყვეტილება გარკვეული კომპრომისების და კონსენსუსების საფუძველზე მიგვიღია, მაგრამ ამ დეტალებში აღარ შევა. დაგიდასტურებთ იმას, რომ თავის დროზე იყო პარტნიორთა გარკვეული კონსულტაციები და მათი რჩევები. ბუნებრივია, ჩვენ ყველას გვიხარია და გვიხაროდა, როდესაც სხვადასხვა უმაღლეს თანამდებობაზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები, ქართველები არიან ხოლმე. მაგრამ ის საქართველოს კი აღარ წარმოადგენს, ის წარმოადგენს თავის პატრონებს. ახლა გული რომ წყდება, პრემიერ-მინისტრს ურეკავდა და არ იღებდა. ჩვენც ძალიან გული წყდება, ჩვენ კი არა მთელ საქართველოს, როდესაც საქართველოს ჭირდება პარტნიორებთან ამ გარკვეულ ურთიერთობაში მისი როლი, სტატუსი, ჩართულობა და ამ დროს იქით არის სახვეწარი, მაშინ უნდა მიხვდეს. წითელი ხაზია, რომ საქართველოსთან ურეკავდნენ თვეებით ადრე სხვადასხვა თემაზე და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ფეხებზე იკიდებს. მაშინ უნდა იფიქროს, რომ სახვეწელად გაუხდება საქმე და მერე ამ ხვეწ და მუდარას თავმოყვარეობის დაცემას არავინ სერიოზულად არ შეხედავს. ისე შეაფასებს, როგორც საჭიროა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებსო, განაცხადა მდინარაძემ. მამუკა ჟღენტი ჩაგვერთვერდა ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, დიპლომატი, მივესალმები მას. ბატონ მამუკა, გამარჯობა. მოგესალმებით ბატონ მერაბ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თუ დრო დაგვრჩა, მე მინდა თქვენთან ასევე სტამბულში მიმდინარე მოლაპარაკებებს ვისაუბროთ, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე და ამისთვის იმედია დრო დამრჩება, მაგრამ დასაწყისში როგორც თქვი, პოლოლიკაშვილის საკითხი და ზოგადად ქართულ დიპლომატიაში რა ხდება ამ თემაზე მინდა რომ ვისაუბროთ, საგარეო საქმეთა სამინისტროში რაღაც რეორგანიზაციებია გაგებული გექნებათ და ამ ყველა თემას რო შევეხოთ. დავიწყოთ ზურაბ პოლოლიკაშვილის საკითხი. ხო, ზურაბ პოლოლიკაშვილთან დაკავშირებით საკმაოდ არასასიამოვნოა, რაც ხდება, მე ვიტყოდი არასასიამოვნო, მაგრამ მეორეს მხრივ ლოგიკური, გამომდინარე ქართული ოცნების ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ხელწერისგან.
ერთ ყველაზე საქართველოს მოქალაქეებიდან ყველაზე მაღალ თანამდებობას იკავებდა სწორედ ზურაბ პოლონიკაშვილი თან არჩეულს. არიან სხვა ქართველებიც, საქართველოს მოქალაქეები, ვინც მუშაობენ ეუთოში, გაეროში, იბიარდში და სხვადასხვა სტრუქტურებში, მაგრამ პოლონიკაშვილს ეჭირა ეგ უკავია დღემდე ყველაზე მაღალი თანამდებობა, რომელიც არჩეულია. აქ ერთი მომენტი, ხა უსმენდი თქვენ როგორ წაიკითხეთ მდინარაძის და კობახიძის ეს თქვა განმარტებები თუ კომენტარები. ერთი აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო წარადგენს, მაგრამ იმ ფუნქციის და მოვალეობის შესრულებისას ეს ადამიანები არ ექვემდებარებიან საქართველოს, ან რომელიმე წარადგენს სახელმწიფოს, ან მათი მოქალაქეობის სახელმწიფოს, ისინი ასრულებენ იმ მოვალეობას, რომელიც მათ მანდატში შედის. ამიტომ აქაც კი იკვეთება კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, მიუღებელი პრინციპი, რასაც ბატონი კობახიძე და ბატონი მდინარაძე ახმოვანებენ, რომ თურმე პოლონიკაშვილი არ ასრულებდა მათ დავალებებს. გაეროს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი არ ექვემდებარება რომელიმე სახელმწიფოს მეთაურს, პრემიერ-მინისტრს, ასე შემდეგ. აქაც კი ჩანს, რამდენად ვისთან გვაქვს საქმე და რა მოვლენასთან გვაქვს საერთოდ საქმე. თუმცა მე მიმაჩნია, რომ აქ ასევე თუ გავითვალისწინებთ და გავუპასუხებთ რა განცხადებებიც გააკეთდა, იქ საუბარი იყო, რომ თურმე საქართველოს რაღაც ინტერესებს არ ემსახურებოდა. ხა მე 4 წლის წინ წამოვედი ესპანეთიდან, იქ ვიყავი და ჩემი, ასე ვთქვათ, ყველა კოლეგა, ვისაც ჰქონდა ურთიერთობა, ყველა ფაქტობრივად ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ზურაბ პოლონიკაშვილი არის ერთ-ერთი წამყვანი, ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდი პროფესიონალი, რომელიც თავის საქმეს თავს ართმევს. მან ფაქტობრივად ეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია მეორე სიცოცხლეს შეძინა, ამიტომ დადებითის გარდა მე სხვადასხვა კოლეგისგან საერთაშორისო, ასე ვთქვათ, ფორმატში არ მომისმენია. აქედან გამომდინარე, რა უნდა დაეშავებინა მაშინ, როდესაც მესამედ წარადგინეს, აქ იმაზე ხო არ არის საუბარი, რომ მათ რაღაცა წარადგინეს, ხო, ფაქტობრივად ეს წარდგენა ყველაზე, ასე ვთქვათ, რამოდენიმე კვირის ან თვის ამბავი უნდა იყოს, იმიტომ რომ პირველი არჩევა იყო 2017 წელს თუ არ ვცდები, მეორეჯერ გადაირჩიეს 2021-22-ში და მომავალი არჩევნები ამ წლის ბოლოს იმართება და შესაბამისად წარდგენილი ის ამ ხელისუფლების მიერ უკვე მესამე ვადით არჩევაზე იყო. რა მოხდა, მე ჩემი ვერსია მაქვს, რაც არანაირ კავშირში არ არის, ასე ვთქვათ, ზურაბ პოლონიკაშვილთან, გავახმოვანე კიდევაც სოციალურ ქსელში, ვიმეორებ სპეკულაცია, რა თქმა უნდა, ეს ჩემი მოსაზრება, მაგრამ ლოგიკურად თუ დავაწყობთ, ეს ერთ-ერთი ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ყველაფერი მოხდა, არა ის, რომ რაღაცა პოლონიკაშვილმა დააშავა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დაიწყო, თუნდაც ქართული ოცნების წინააღმდეგ დაიწყო რაღაცა საქმიანობა. არა, აქ ჩემი აზრით, ჩემი შეხედულებით, ჩემი შეფასებით ძალიან ბანალურ საკითხთან არის ყველაფერი დაკავშირებული. გახსოვთ ხო ეს ბაჩიაშვილი, რომელსაც ივანიშვილი ედავებოდა და საქართველოს ეგრეთ წოდებულ სასამართლოში მოუგო კიდევაც რაღაც საქმე, რაღაც მილიარდ ევრომდე თუ დოლარამდე დაბრუნებაზე ბიტკოინების სახით. ამ ბაჩიაშვილის გაპარვის გამო მან მოხსნა მისთვის ყველაზე უახლოესი ადამიანი, ხო, ლილუაშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა სუს. სწორედ ეს ვერაპატია, დარწმუნებული ვარ, სხვა არანაირ მიზეზს არ ასევდა. ის, ლილუაშვილს სუს გაეპარა ადამიანი, რომელიც ივანიშვილისთვის იმ მომენტში წარმოადგენდა და დღემდე წარმოადგენს ნომერ პირველ სამიზნეს, ხო? ამის გამო საკუთარი უახლოესი ადამიანიც კი დასაჯა, რადგანაც ის შეიძლება სხვა საქმეს აკეთებდა, მაგრამ ვერ მოახერხა მისთვის ივანიშვილისთვის თავარი, ასე ვთქვათ, დავალების შესრულება. ამას თუ გავითვალისწინებთ, მე და ბაჩიაშვილი ჩემი ზუსტად ვიცი, ეს მაქვს ინფორმაცია, დაბეჯითებით ამაზე, აქ უკვე სპეკულაციაზე, აქ ჩემი მოსაზრება არ არის, ეს არის ფაქტი, იმყოფება ემირატებში და ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხსნის პოლონიკაშვილის კანდიდატურას და მხარს დაუჭერს ემირატის, ასე ვთქვათ, კანდიდატს, მაძლევს საფუძვლიან ეჭვს იმისთვის, ვიფიქრო, რომ შესაძლებელია ივანიშვილს, ოღონდ ეს არ არის დაფუძნებული არანაირ ინფორმაციაზე, არანაირ რაღაცა სერიოზულ დასაბუთებულ მოსაზრებაზე და ან დაპირებაზე ემირატების მხრიდან, ამაში ზარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს მიაჩნია, რომ თუ ისინი მხარს დაუჭერენ ემირატის წარმომადგენელს, იქნება და ემირატებმა მოახდინონ ამ ბაჩიაშვილის ექსტრადირება საქართველოში. აი ეს არის რაც ჩემი აზრით რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი. მეორე მხრივ ხა დღეს იმაზე საუბარი რომ ხა იქ პოლონიკაშვილი deep state-ია, ნაციონალია თუ რა ვიცი 1000 ეს ტერმინოლოგია რაც რაღაც ყველა მიმართულებით ერთი და იგივე ყველას მიმართ, ვინც მათ აკრიტიკებს, უკვე რაღაც ერთი არგუმენტი აქვს, რომ ის არ წარმოადგენს თავის თავს
წარმოადგენს ვიღაცას და წარმოადგენს ქვეყანას თავისუფლებით არ მოქმედებს და თუ ასე იყო, მაშინ რატო თქვენც ახსენეთ, ხო ეხა საქართველოს წარადგინა ჯერ ეს ადამიანი ამ თანამდებობაზე და მერე გადაიფიქრა. და თუ ასეთ რაღაცებს აშავებდა, წითელი ხაზები ქონდა გადაკვეთილი რაღაც წარადგინეს მაშინ, ხო? არა, მე არ გამიკვირდება, მერე რატო გადაიფიქრეს და ნუ ასე შენ. მე არ გამიკვირდება ლილუაშვილი რო აღმოჩნდეს deep state ან ნაციონალი, ანუ ამათგან სადაც გახარია აღმოჩნდა ნაციონალი და deep state, ახლა ლილუაშვილის თუ აღმოჩნდება არ გამიკვირდება და ნუ პოლოლიკაშვილზე შეიძლება კიდევ, მაგრამ აქ ერთი მომენტია გასთვალისწინებელი, რომ რაც თქვენ აღნიშნეთ, მესამეჯერ წარადგინეს, ახლა ეს არ ვიცი ზუსტად როდის მოხდა, მაგრამ ეს ვერ იქნებოდა 2024 წლის, ასე ვთქვათ, შემოდგომამდე. შესაბამისად, ეს გარდა ამისა, ეხა ეს არ ვიცი რამდენად შეიძლება ამის გაჟღერება, მაგრამ რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია ოცნებიდან, ერთი პერიოდი, როდესაც მე გადაწყდა და ქალბატონი ზურაბიშვილი წარადგინეს პრეზიდენტის კანდიდატად, პრეზიდენტობის კანდიდატად საქართველოში, ერთ-ერთ კანდიდატურად ივანიშვილი ბატონ პოლოლიკაშვილსაც განიხილავდა. პრეზიდენტად? კი ბატონო, იყო იქ რამოდენიმე კანდიდატურა, როგორც ყოველ შემთხვევაში ეს უკვე ნამდვილად ჭორებია, მაგრამ მე რაც მსმენე იმას გიყვებით, თავს ამაზე ვერ დავდებ, იმიტომ რომ ნამდვილად არანაირი კავშირი არ მაქვს ამ გუნდთან თუ ვინც არიან, არ ვიცი, ამ ივანიშვილის მონებთან, მაგრამ ეს ინფორმაცია, ასე ვთქვათ, ტრიალებდა, რომ ერთ-ერთი კანდიდატურა, მაგრამ მე უკვე ივანიშვილმა გადაწყვიტა ფსონის დადება ქალბატონ ზურაბიშვილზე. ამიტომ ეხა ყველაფერი ამათგან ყველაფერი გასაგებია, არ გამიკვირდება, რომ შეიძლება ერთ თვეში მე მდინარაძეც ნაციონალი და deep state აღმოჩნდეს ეხა, მაგრამ ეს უკვე ყველაფერი ბელეტრისტიკაა, ეს არის რეალურად იმ ჭკუა სუსტ მხარდამჭერებზე მუშაობა, მათ ასე ვთქვათ, ტვინის გამორეცხვა, რასაც ქართული ოცნება დიდი ხანია ეწევა და ერთი მომენტი თქვენი სამბართვით დავამატებ, რაც ამ შემთხვევაში ზურაბ პოლოლიკაშვილი ხა ნამდვილად ოცნების ასე ვთქვათ წიაღისეულთან არანაირად კავშირი არ აქვს, მაგრამ როდესაც ივანიშვილის პირადი ინტერესების გამო საქართველოს ინტერესებს ფეხქვეშ ასე ვთქვათ, თელავენ და ყველაზე მაღალი ქართველი თანამდებობის პირი საერთაშორისო ორგანიზაციაში მის წარდგენას, რომელსაც რეალური შანსი აქვს მესამე ვადით არჩევის, მის წარდგენა გამოაქვთ უკან მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ხუშტურის გამო. უბრალოდ მინდა მივანიშნო ივანიშვილის აი ამ გარემოცვას და ამიტომ არ გამიკვირდება თქო რომ ვიძახი რომ ხვალ ყველა შეიძლება ყველა ნაციონალი აღმოჩნდეს და ყველა deep state-ელი, მაგრამ აი ეს გარემოცვა უბრალოდ საკუთარ თავს შეხედონ და თავის მომავალს შეხედონ და გაანალიზონ რომ თუ დაჭერდა ივანიშვილს ხო ფაქტია რომ მათ მით უმეტეს თავისუფლად გადაუსვავს ხაზს და ყველანაირ ასე ვთქვათ საშინელებას დამართებს თუ ეს მას ან მის პირად ინტერესებს ასე ვთქვათ რამენერად დააკმაყოფილებს. თუნდაც დაუსაბუთებლად, იმიტომ რომ ვიმეორებ, ეხლა ჩემი ვერსია რომ მართალი თუ არის, ეს არის პოლოლიკაშვილი იტყვის უფრო მეც ან ესენი იტყვიან ერთმანეთს ელოდებიან, ხო? რაღაცებს არ ამბობენ ბოლომდე, არც ეს ამბობს, არც ის ამბობს. ეხლა პოლოლიკაშვილი თუ იტყვის უფრო მეც, მე ესენიც იტყვიან და ну ასე შეიძლება რაღაცა სიმართლე გავიგოთ. ნახოთ რა მოხდა, ეხლა შეიძლება რაღაცა პირადი მოხდა, რასაც ეხლა ყოველ შემთხვევაში ეს კობახიძე და მდინარეზე მინიშნებას აკეთებენ. თუმცა თუ ჩემი ვერსიაა სწორი, არ ამგონია რომ პოლოლიკაშვილმა ამის შესახებ იცოდეს და მე იმასაც არ გამოვიწყავ რომ თუ ივანიშვილის დავალება რა მიზეზით აკეთებს და ავალებს და ახორციელებინებს ამას თავის პრემიერს და თავის ასე ვთქვათ პოლიტიკურ ასე ვთქვათ პარტიის წარმომადგენლებს შეიძლება ამათაშ თქვენ ახლა ეჭვგეპარებათ რომ ივანიშვილი რაღაც გადაწყვეტილებას უიღებს კობახიძესთან ათანხმებს არა იქ ხდება თავის პირდაპირ ასე ვთქვათ მიდის დავალება და ესენი მონურად ამას ასრულებენ ახლა არა აქვს მნიშვნელობა ის პრემიერ-მინისტრია დღეს თუ ივანიშვილი არის ამათვე მამა მარჩენალი რომლისთვისაც ერთადერთი ასე ვთქვათ მაკონტროლირებელი ზის მოსკოვში სადღაც ოღონდ არ ამგონია კრემლში არამედ სადღაც რომელიღაცა ოლიგარქი ალბათ რომელსაც პუტინმა დაავალა ამის მართვა ეს არის ვერტიკალი საქართველოს ხელისუფლების და საქართველოს სახელმწიფოს მართვის მოსკოვში ვიღაცა რომელიც ასრულებს პუტინის დავალებას აძლევს დავალებას ივანიშვილს და რაც შეეხება ესე დეტალებს უკვე აქ ივანიშვილის პირადი თემაა, ხო? გავიხსენოთ, როდის დაიწყო საერთოდ აი ჩვენი საქართველოს ურთიერთობის გამწვავება დასავლეთთან და ჩვენს პარტნიორებთან, ხო? პირველი ეს რადიკალური, ასე ვთქვათ, ტერმინოლოგია გამოყენებული იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს გასაჯაროვდა ივანიშვილის პრობლემები შვეიცარიულ ბანკთან და მერე რომ დაასანქცირეს, ფულს არ უბრუნებდნენ და ამის გამო მოხდა სახელმწიფო საგარეო პოლიტიკის ასე ვთქვათ ცვლილება რადიკალურად და დავიწყეთ deep state-ით ასე ვთქვათ
მანიპულირება რაღაც სისულელე აბსოლუტური deep state-ის ზუსტად ივანიშვილია, იმიტომ რომ deep state-ის ასე ვთქვათ დეფინიცია სწორედ ივანიშვილის საქართველოა, მაგრამ აი ეს შეურაცხყოფები ეს ყველაფერი დაიწყო მას მე რაც შვეიცარიულ ბანკთან და მე იქ რამოდენიმე სასამართლო პროცესი იყო რაც წააგო, ამისგან გამწარებულმა დაავალა ამათ ამის კეთება და დღეს ამიტომ ვიძახი მე რატომღაც მგონია რომ ეს რაც მოგიყევით ფაქტებია, მაგრამ უკვე ამ ფაქტების ეს ვთქვათ აწყობა ერთ რაღაც ლოგიკურ ჯაჭვში ეს უკვე ჩემი შეფასებაა და რა თქმა უნდა ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ აი რატომღაც გონია რომ ეს გამოწვეულია იქით რომ ივანიშვილს რატომღაც გონია რომ ემიგრანტები მოახდენენ ბაჩიაშვილის ექსტრადირებას საქართველოში თუ ის ხარს დაუჭერს და მეორე არ ამგონია საერთოდ ამ ქალბატონს ემიგრანტებიდან კონდეს რაღაც შანსი იქ არჩევის სულ არ მიიღოს პოლოლიკაშვილმა მონაწილეობა, მაგრამ ეს უკვე საერთოდ მეორე და მესამე ხარისხოვანი საკითხია. კი ბატონო, თუმცა მე პოლოლიკაშვილის მიმართაც სვენია პრეტენზიები ეს გუშინ წინ როცა ეს ამბავი ატყდა, ну ბევრი მაგალითად მის მიმართაც არის კრიტიკული და ამბობს რომ აი როცა ასეთი ამბები ხდებოდა ქვეყანაში მასაც ხმა არ ამოუღია არაფერზე სხვა დიპლომატების მსგავსად ასე ვთქვათ ქართული დიპლომატების მსგავსად ბატონო მე კიდე ერთხელ უბრალოდ ხაზ გაუსვავ ხა ამაზე მე რა თქმა უნდა გეთანხმებით ჩემი აზრით მართლა ყველა საქართველოს მოქალაქის მოვალეობაც არის არა თუ ასე ვთქვათ უფლება არამედ ვალდებულება პოზიციის დაფიქსირება მაგრამ გავითვალისწინოთ ერთი რაღაცა ამ ადამიანს უკავია დღეს გაეროს ერთ-ერთი სტრუქტურის ავტონომიური სტრუქტურა აბსოლუტურად არ თითქმის არანაირი დაქვემდებარება გაეროს გენერალურ მდივანთან და ასე შემდეგ არ არის აბსოლუტურად ავტონომიური სტრუქტურა მდებარეობს მადრიდში და არის ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი ის არის შეზღუდული გარკვეული ვალდებულებებით და ის არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფოს შესაბამისად მისგან რა თქმა უნდა ჩემის არის შესაძლებელი იყო გარკვეული კომენტარის გაკეთება ოღონდ ამ კომენტარს უნდა თანსდევდეს და ასე ვთქვათ განმარტება რომ ის არ საუბრობს როგორც ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ამიტომ თლათ ესე რომ ეხა იცით რა ყველას შეიძლება რაღაცა მოუძებნო. ხო, ანუ საქართველოს ელჩი არ არის ბუნებრივია, ხო? არა, კავშირში დაქვემდებარებაში მას მე რაც იქნა არჩეული, ის არის დამოუკიდებელი ასრულებს იმ ვალდებულებებს და იმ მანდატს, რომელიც გათვალისწინებულია. რაც შეეხება ამ საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაცია თქვენ თუ იცით რა ხდება კონკრეტულად და რას უკავშირდება ეს ყველაფერი? Ну, დეტალებში უბრალოდ არ ამგონია ეხა ღირდეს წასვლა, უბრალოდ ერთი რამ ფაქტია, რომ სამწუხაროდ, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ანუ ფაქტობრივად მომსპარია, მიუხედავად იმისა, რომ სხვაშორის დღეს სხვათაშორის გაჟღერდა, რომ ახალი ელჩი დაინიშნა. თუ შევხედავთ პიროვნულად, ეხა მე თუ მკითხავთ, ეხა ის სუბიექტური აზრია, ხო, ამ მიმართულებით გაუმჯობესებაც არის, იმიტომ რომ რაღაც ოდიოზურ ფიგურებს ნიშნავდნენ. არ ვიცი, გუშინ ეხა მინისტერიალი იყო ევროპის საბჭოში, საერთოდ საქართველოს ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი ყოველ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ფოტოკოლაჟიდან საერთოდ ელჩი არ ყოლიათ მე მგონი იქ ჩაყვანილი ხო ლუქსემბურგში იყო და არ ვიცი შეიძლება იყო და იმალებოდა სადღაც მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფოტოკოლაჟში ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი არ ჩანდა ამ მიმართულებით ანუ პრობლემა სხვა რაღაცაში პრობლემა რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს ანუ შესაბამისად როდესაც არ გვაქვს აღმასრულებელი საკანონმდებლო და სასამართლო სისტემა იქ შემადგენელი ნაწილებია მათ შორის დიპლომატიური სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტრო სუსი და ამ შემდეგ ყველა კარგავს ფუნქციას ანუ საქართველოს დიპლომატია დიდი ხანია მოშლილია ეს არის ქართული ოცნების ბივანიშვილის გამიზ და რუსეთის მე ვიტყოდი გამიზნული პოლიტიკა რომ ჩამოშალოს ყველა ინსტიტუტი რას აკეთებენ დღეს საქართველოს ელჩები ხა არაფერს ხო რეალურად ახორციელებენ რა ვიზიტი კობახიძემას თქვა რომ ელჩები უკმაყოფილებას გამოთქვან რომ უსაქმოდ არიანო და ისინი დავამშვიდეთო რომ როცა უკრაინას ომი მორჩება ყველაფერი დაალაგდება და საქმეც გამოგიჩნდება თუ ამიტომ რომ ეხა ფაქტობრივად განულებულია ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობა ხო რამდენიმე მაგრამ მარტო ევროკავშირის ქვეყნებზე ხო არ არის კი მესმის რომ ბატონი ზაზა გაბუნია ხო თუ არ ვთქვი მექსიკაში ის ხვდება სადღაც ვიღაცას რომელიღაც დეპარტამენტის დირექტორს და საგარეო საქართველოს დიპლომატიური სამსახურის მთავარი პიარი და ასე ვთქვათ მთავარი ნიუსი არის რომ ზაზა გაბუნია იქ რაღაცა სიმღერაში ასრულა ჩოხაში და ვიღაცას შეხვდა ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც შეეხება ეხა კობახიძემ რა თქვა არ ვიცი, მაგრამ ხო ნუ არ ვიცი, ჯერ deep state-ი უნდა დაამარცხონ, ეხა რადოს უკრაინის ომია, ჯერ მე მგონი deep state-ია დასამარცხებელი, მე უკრაინაში ომის დასრულება რუსეთის საქართველოს ხელისუფლება თავის ამომრჩეველს და
ამ თანამშრომლებს, საგარეო დიპლომატებს და ყველას არწმუნებს, რომ ეს პრობლემები არის დროებითი გამოწვეული ომის გამო არის ჩვენზე ასეთი ზეწოლა და როგორც კი ეს ომი მორჩება, მაშინვე ეს ზეწოლა დასრულდება ამერიკასთან დავლაგდებით, ევროკავშირის ქვეყანას და ყველასთან ყველაფერი კარგად იქნება. ანუ ეს არის მათი ასე ვთქვათ, რასაც ეუბნებიან. ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ხარ რთულია, ვიმეორებ და ამას უხვარო ამის თქმა მიწევს, მაგრამ ქართული ოცნების ეს გზავნილები, მესიჯები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ტვინ გამორეცხულ ან აჟიტირებულ, ასე ვთქვათ, დაინტერესებულ კატეგორიაზე, სეგმენტზე ადამიანებისა. არც ერთ ნორმალურ ადამიანს ამ სისულელის დაჯერება შეუძლებელია და უფრო მეცაც გეტყვით, ახლა ჩემი აზრით, ხო, აი ყველაფერი კეთდება, რომ მართა იმ დონემზე მივიდეთ და ეს message box-ია, ესეთი გამიზნული, სკრუპულოზულად დაგეგმილი წლების განმავლობაში, რომ მართლა გადაგვამტერონ ყველას, ვინ ჩვენი მეგობარია და მე ვთქვა, რომ აი ერთადერთი გამოსავალი, ერთადერთი ხსნა საქართველოს მომავალი მშვიდობა და ასე არის რუსეთის ფედერაციის რაღაც ან წევრობა, ან ნაწილად გახდომა და ასე შემდეგ. სხვა ყველაფერი გამორიცხული, იმიტომ რომ ნორმალურ ადამიანს ვისაც შეუძლია ორჯერ 4 ამის გაანალიზება და ამაზე პასუხის გაცემა, მისთვის ნათელია, რომ ივანიშვილი და ევროპა ერთად ვერანაირად ვერ მოხდება. ანუ ჩვენი გადასაწყვეტია, თუ გვინდა ევროპა არ უნდა იყოს ივანიშვილი ხელისუფლებაში, იყოს კიბროწაშვილი, პეტრიაშვილი, არ ვიცი, ვინც გნებავთ, მეტრეველი, ჟღენტი თუ არ ვიცი, მაგრამ თუ ევროპა არ გვინდა მათში და გვინდა რუსეთი, მაშინ მშვენიერი ხელისუფლებაა და ეს ხელისუფლება ამ მიზანს, ამ ასე ვთქვათ, შედეგს ნამდვილად უახლოეს მომავალში დადებს, თუ ამის საშუალება მივეცთ. ხო, და ბოლოს აღარ ვახსენეთ ეს რუსეთ-უკრაინის ომი, თქვენი აზრი მაინტერესებს სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებზე და ზოგადად პერსპექტივაზე, როგორ უყურებთ ამ მოლაპარაკებების განვითარებას, შესაძლო მშვიდობის დამყარებას, თქვით რომ ხა საქართველოს ხელისუფლებაც ამაზე ამყარებს თავარ იმედებს, თუმცა უნებრივია ყველას გვინდა რომ ხა უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, რამდენად შესაძლებელია უახლოეს მომავალში ამის მიღწევა, როგორ გონიათ? დავიწყებ იმის თქმით, რომ არ მგონია საქართველოს ხელისუფლება ამაზე ამყარებდეს, საქართველოს ხელისუფლება ამყარებს იმედებს უკრაინის დამარცხებაზე და რუსეთის გამარჯვებაზე, რომ მე თქვა, რომ აი რა ბზნულად, ასე ვთქვათ, მოახერხეს ის, რომ რაც მოახერხეს, ოღონდ რა მოახერხეს არ ვიცი. ეს ერთი, რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ფაქტია, რომ დიპლომატია მუშაობს, იმიტომ რომ ისაც იგივე ზელენსკიმ და უკრაინის დიპლომატია მოახერხა, ეს იყო ფანტასტიკური, ასე ვთქვათ, რაც ბოლოს მათ პუტინს გაუკეთეს, ანუ ჩოგჯენში ჩააჯინეს, პუტინმა თქვა, ხო და პუტინმა შესთავაზა, რომ პირობების გარეშე, ნებისმიერი მოთხოვნების გარეშე უპირობოდ დაუჟე და ვილაპარაკოთო. და აგერ შეესტაუპასუხა ზელენსკიმ, რომ ჩავდივარ იმაშიო, რა ქვია, ანკარაშიო და დღესაც კომენტარი იყო ზელენსკის, რომ რას ეტყოდით პუტინსო, უთხრა, რომ აგერ ვარ აქ და ჩამოვდი და მელაპარაკეო. უაღრესად უარყოფით პოზიციაში ჩააყენა, საკმაოდ სუსტი პოზიციები აქვს დღეს ამ მიმართულებით პუტინს. არ დაუტოვა ასევე სხვა გამოსავალი, მათ შორის ვიტკოვს და შტატებში იმ გარემოცვას ტრამპისა, ვინც ამ რუბიოს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში, მაგრამ არიან სხვები, მაგალითად ვიტკოფი, ვინც ლობირებდა ტრამპთან, რომ აი რუსეთთან მაქსიმალური, ასე ვთქვათ, ეს ხალხიც სუსტ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ტრამპის რიტორიკა შეიცვალა. ხა, როდესაც ადამიანი აცხადებდა, რომ მისი ხათრი თუ მისი პატივისცემი თუ მისი შიშით ის მოახერხებდა ამის ყველაფრის ძალაგებას და ერთი პერიოდი აბრალებდა, რომ აი უკრაინა აშვება ამას, დღეს ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც ჩემი აზრით უახლოეს მომავალში ბოლომდე აღმოჩნდებიან უკრაინის და დემოკრატიული, ასე ვთქვათ, საზოგადოების პოზიციის გვერდზე და ჩემი აზრით ამერიკის შეერთებული შტატები ისეთივე მხარდამჭერი გახდება უკრაინის რეალური, ასე ვთქვათ, ქმედებებით, როგორც დავუშვათ ის 4-ეული, ეხა ბოლოს დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, საფრანგეთი და გერმანია გამოიკვეთა, მაგრამ თითქმის ყველა ევროკავშირის სახელმწიფო, წევრი სახელმწიფო, ნუ იქ არ გულისხმობ მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ უნგრეთს, ნუ ორბანს. ამიტომ ჩემი აზრით ეს კონსოლიდირება საერთაშორისო და დასავლური პოზიციის პირველ რიგში მოხდება და ყველა ერთად აღმოუჩენენ დახმარებას უკრაინას იმ გამოსავლის ძიებისთვის და იმ გამოსავლის მისაღწევად, რაც არანაირად არ გულისხმობს უკრაინის რამენაირად დაჩოქებას, რამენაირად ისეთ მდგომარეობას ჩაყენებას, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის გამო, იმიტომ მშვიდობა ვერ იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ უკრაინამ ყველაფერი დათმო. ანუ თუმცა ამას რუსეთი თარგმნის, აი ამ დახმარებას, რასაც თქვენ ეძახით, თარგმნის, რომ ამ ევროპას არ უნდა უკრაინაში ომის დასრულება და
ამიტომ არ უბიძგებენ უკრაინას მოლაპარაკებებისკენ და პირიქით რაღაც იარაღს აწვდიან და ასე შემდეგ. ეს არის კობახიძეს, ივანიშვილის ნაირი პროპაგანდისტული განცხადება, რომელიც ასევე გამიზნულია მხოლოდ იმაზე, ვისაც სურს რა უკრაინამ დაიწყო ომი და აღარ უნდა დასრულება, გაიყვანოს თავისი ჯარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან და დასრულდება ომი, ხო? რა უკრაინას უნდა კურსკის რეგიონის აღება და მოსკოვამდე ჩასვლა? ყოველთ აბსურდული ის არის, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში თუ რაღაცა დათმობებზე იქნება და თუ რუსეთი დათმობს კურსკის ნაწილს და უკრაინა დათმობს ყირიმის ნაწილს, ამას სჭირდება მოლაპარაკება. მაგრამ ამ შემთხვევაში მოლაპარაკება უნდა წარიმართოს უმაღლეს დონეზე, იმიტომ რომ ეს არ არის საკითხები, რომელიც სხვა დონეზე გადაწყდება. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში არაფერზე არ არის დაფუძნებული რუსული პოზიცია. ხედავთ ბოლო დღეებში განსაკუთრებით რაღაც პანიკურ, ასე თქვათ, რეაგირებას, მათ შორის ზახაროვას მხრიდან და ამავდროულად უკვე თავსაც ვეღარ იკავებენ, მართლა გადასულები არიან კივილ-წივილზე, ხო? დაახლოებით იგივე პოზიცია აქვთ, რაც პოზიციას გააჩნიათ ნინო წილოსანს და გია ვოლსკის, ეხა. რაც ჩემის აზრით, ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ეხა ბევრად უფრო გარეწრები არიან ნამდვილად მოსკოვში და მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის უნარებით გიავორსკის და ნინო წილოსანს ნამდვილად შეუდარებ, ბევრად უფრო მეტი გამოცდილება და ბევრად უფრო მეტი პრაქტიკა გააჩნდათ, მაგრამ იმდენად სულ მდგომარეობაში არიან, რომ უკვე გადავიდნენ რაღაც მიუღებელ არანორმალურ მათთვისაც თუნდაც ასე ვთქვათ, პანიკურ რაღაც რეაგირებაზე. რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეტყველებს თუ ძლიერი ხარ და შენი პოზიციები ძლიერია, არანაირი საპანიკო შენ არ გაქვს, ხო? მაგრამ ხედავთ რაც ხდება, ეს არის პანიკური განცხადებები გუშინ პუტინისგანაც ნახეთ ხო ეს რაღაც თათბირი რო ჩაატარა, როგორ წარიმართა ეს ყველაფერი. ამიტომ ჩემი აზრით რთულია, რა თქმა უნდა, ხალხი იღუპება და რაც უფრო ჩქარა დასრულდება ეს სისხლისღვრა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ ერთი რამე ფაქტია, ეს თუ დასრულდა ეს სისხლისღვრა დღეს უკრაინის კაპიტულაციით და უკრაინის მიერ თუნდაც აი ოკუპირებული რეგიონების აღიარებით, ხო? აქ იმაზე კი არ არის, რომ ზელენსკი ვეღარ იქნება პრეზიდენტი და იმაზე კი არ არის უკრაინა რომ დაიჩაგრება და არავის ეს უბრალოდ კიდევ ერთი მიმანიშნებელი იქნება პუტინისთვის, იმიტომ რომ ესე იყო 2007-ში, ხო, 2008-ში საქართველოსთან დაკავშირებით. ესე იყო ყირიმი 2014-ში და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ კიდევ უფრო დიდ საშუალებას შეუქმნის როგორც ევროპას, ასევე მთელ ცივილიზებულ სამყაროს, იმიტომ რომ საფრთხის ქვეშ დადგებიან პოლონეთი, ბალტიისპირა სახელმწიფოები და ასე შემდეგ. ამ ტერიტორიების დაკავებით ვლადიმერ პუტინი არ დაკმაყოფილდება. ამიტომ დღეს აქ იმაზე კი არა რომ მართა ვიღაცა სისხლისღვრა უნდა. აქ უბრალოდ არის პრაგმატულ რეალისტურ მიდგომაზე. ან მოხერხდება და სამართლიანობა იქნება აღდგენილი, ან ბევრად უარეს მსოფლიოს მივიღებთ და მათ შორის ამ მსოფლიოში უარეს მსოფლიოში საქართველოს რომელსაც საერთოდ მეგობარიც კი აღარ დარჩება ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ საერთოდ უარეს დღეს შევიქნებით. აი ეს არის სამწუხარო პერსპექტივა თუ რა თქმა უნდა მოხდა ის რასაც ქართული ოცნება არა ომის დასრულებას ნატრობს, არამედ ნატრობს რუსეთის გამარჯვებას. გასაგებია, მადლობა დიდი მამუკაშვილი, ყოფილი ელჩი ევროკავშირში, საქართველოს ყოფილი ელჩი, დიპლომატი გვერდებოდა ჩვენ რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ ასევე მნიშვნელოვან საკითხზე, არასამთავრობო სექტორმა გამოაქვეყნა კოლევა თუ რა ძალადობა ხდებოდა აქციების დროს პოლიციის მხრიდან მომიტინგეებზე, დეტალური აღწერა ამ ყველაფრისა, სწორედ ამ კვლევის ერთ-ერთი ავტორი იქნება ჩვენი სტუმარი, ასე რომ დაგველოდოთ. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშზე, რომელიც ეხება ადამიანის უფლებების კრიზისს საქართველოში არჩევნების შემდეგ, ძირითადად ეს პერიოდი მოდის აქციებზე, აქციების დროს განვითარებულ მოვლენებზე და მის შემდგომაც ბუნებრივია, როგორ ხდებოდა ძალადობა, ადამიანების წამება, უკვე დაკავებული ადამიანების და ასე შემდეგ იმ ხელისუფლების მიერ, რომელიც წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს სწორედ ასეთ ძალადობაში და ადამიანების წამებაში. თაზო კირტავა, საიას ანალიტიკოსი იქნება ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და მინდა რომ ძირითადი მომენტები რაც არის ანგარიში, ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი თავისი ნახე რამდენიმე ციტატა ის თვითონ დაზარალებულების როგორ ყვებიან ისინი ამ გამოცდილებაზე, რა გადაიტანეს დაკავების შემდეგ, ამ ყველაფერს რო თანმიმდევრულად ვისაუბრებთ. მოგესალმებით. ეს ანგარიში აერთიანებს ადამიანის უფლებების ყველა იმ სისტემურ და მძიმე დარღვევას, რასაც ნოემბრიდან ჰქონდა ადგილი. ყველაზე
საგანგაშო ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო ნამდვილად არის წამება და არასათანადო მოპყრობა. ამ ანგარიშის ფარგლებში ჩვენ 117 ადამიანთან ჩავატარეთ ინტერვიუ, მოვაგროვეთ მტკიცებულებები. ეს მნიშვნელოვანი თავის მხრივ არის ასევე იმიტომაც, რომ სახელმწიფო ყოველთვის ცდილობს რაღაცნაირად მინიმიზაცია მოახდინოს იმისი, რა მოხდა, თითქოს ეს იყო უბრალოდ საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაშავებული ადამიანები, რაღაც ლეგიტიმური ძალის გამოყენების შედეგად. სინამდვილეში ჩვენ საქმე გვაქვს არასათანადო მოპყრობის და წამების სისტემურ პრაქტიკასთან. ჩვენი გამოკითხვის შედეგად 78% ვინც მონაწილეობდა ამ აქციებში და ვინც იყო ჩვენ ინტერვიუების რესპონდენტი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე და ხშირად ეს არასათანადო მოპყრობა აღწევდა წამების კვალიფიკაციას. როგორი იყო ამის ასე ვთქვათ ანატომია ამ ძალადობის, რო ვთქვათ. როგორც წესი, საპოლიციო ძალადობა ასე სისტემურად იწყებოდა დარბევასთან ერთად, როდესაც სპეცრაზმი მასობრივად იწყებდა ადამიანების დაკავებას, განურჩევლად იმისა, ისინი რაიმეს აშევებდნენ თუ არა. პირველი ეპიზოდი წამების არასათანადო მოპყრობის იწყებოდა იქ, როგორც წესი ადამიანებს ჯგუფურად სცემდნენ, იქვე იყენებდნენ სპეციალურ ხელთანთმას, რომელსაც აქვს მყარი ზედაპირი, ფეხით სცემდნენ ადამიანებს. და აი ამ ხანმოკლე, მაგრამ საკმაოდ ინტენსიური ძალადობის ეპიზოდის შემდგომ ეს ადამიანი გადაჰყავდათ პოლიციის კორდონს მიღმა, სადაც ძალადობა იყო კიდევ უფრო ხანგრძლივი და კიდევ უფრო ინტენსიური. ადამიანები ყვებიან, რომ მათ მთელი ამ გზის მანძილზე, როდესაც გადაიყვანდნენ კორდონს მიღმა და მიიყვანდნენ, ასე ვთქვათ, სპეციალურ მიკროავტობუსამდე, ამ გზის განმავლობაში ყველა, ვისაც ხელი მიუწვდებოდა ამ ადამიანებს, უტყამდა მათ. როგორც წესი ეს ცემა, ძალადობა, ესე ვთქვათ, მიმართული იყო თავისკენ და სახისკენ. სხვა სხეულის ორგანოებისკენაც, თუმცა განსაკუთრებით თავისკენ და სახისკენ. ეს მათ შორის ჩანს პირველ რიგში დაზიანებებიდან, რაც ამ ადამიანებს აქვს მიღებული. მეორე მხრივ ჩანს იქედან, რომ როდესაც ეს ადამიანები რაღაც განსაკუთრებულად ცდილობდნენ სახის დაფარვას, ამ დროს პოლიცია სხვადასხვა მეთოდებით სპეცრაზმი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ხელი გაეშვებინებინა, რაღაცნაირად სახეში მიეყენებინა დაზიანება. ამას ჰქონდა სისტემატური ხასიათი როგორც. ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი. აი მაგალითად აი ციტატები ახსენეთ და ერთ-ერთი ადამიანი ხსენებს სწორედ ასეთ რაღაცას, ეს 23 წლის კაცია, რომ პოლიციის კორიდორში ძირითადად მიტყამდნენ თავის არეში ხელებს და ფეხებს, რადგან სახე დაფარული მქონდა ხელებით, ბრაზდებოდნენ. ხელებზე შემასხეს წიწაკის სპრეი, რომელმაც კანი ძალიან დამწვეს. დამწვრობა თვალით იყო ხილული და 4 დღის განმავლობაში პერიოდულად მაწუხებდა. დამწვრობის ტკივილის გამო ხელები ჩამოვიწია და სახეში დამარტყეს. ასევე ყვებიან ადამიანები, რომ მაგალითად ერთ-ერთი ყვება, რომ როდესაც ისე ქურთუკის ქუდს, ასე ვთქვათ, ჩაებღაუჭა და ამიტომ ვერ აშვებინებდნენ ხელებს, ჯერ რამდენჯერმე დაანარცხეს ძირს, რომ ტკივილით იქნებ რაიმენერად გაეშვა, შემდგომ კოჭებში დაუწყეს ცემა ფეხსაცმელით, ფეხით, იმიტომ რომ აი ტკივილის გამო მაინც გაეშვა ხელი. შემდგომ უკვე ძალადობა როგორც წესი გრძელდებოდა ეს მიკროავტობუსებში, მანამდე ჩხრეკდნენ ადამიანებს, მის ნივთებს ითვისებდნენ, ძალიან ბევრ ადამიანს უმეტესობას დღემდე არ დაუბრუნებია ეს მისი პირადი ნივთები, ძირითადად ტექნიკა. ეს ტელეფონები კი, მათ შორის ფულიც და ნებისმიერ ეს ღირებული პირადი ნივთები. და შემდგომ აი ამ ფურგონში, რომელიც იყო უფანჯრებო, უსავარძლებო, ჰქონდა მხოლოდ ესეთი გრძელი დასაჯდომები გვერდებზე და შესაბამისად შესაძლებელი იყო ბევრი ადამიანის ერთობლივად მოთავსება, ათავსებდნენ ადამიანებს და იქ უკვე ეს ძალადობა ცემა იყო რაღაცნაირად პერიოდულად ადიოდნენ სპეცრაზმელები, რამდენიმე ერთად, ჯგუფურად სცემდნენ ადამიანებს, შემდგომ ჩამოდიოდნენ, კეტავდნენ კარებს ამ სიბნელეში რაღაცნაირად გარედან ბრახუნით ამ ცდილობდნენ ფსიქოლოგიური ძალადობა მოეხდინათ და ასე გრძელდებოდა რაღაც დროის განმავლობაში. ამასთან დაკავშირებითაც აი მაგალითად ერთ-ერთი ადამიანი ხსენებს, როგორ ძალადობდნენ მასე ამ მიკროავტობუსში და ის ყვება, რომ ანუ ის უკვე საკმაოდ ძიმე ძალადობის მსხვერპლი იყო, ავტობუსში ჯგუფურად ცემდნენ და ამბობს, რომ ამასობაში ვცადე მარშრუტკის ბოლოში გადავხოხებულიყავი, თან მიტყამდნენ ბოლოში რომ მივხოხდი ემბრიონის პოზაში ვეგდე და მარჯვენა მხარეს ვიწექი. ისევ თავზე მქონდა ხელი აფარებული. ავტობუსში იყვნენ აქციის სხვა მონაწილეები, რომლებიც ასევე ნაცემი და დასისხლიანებული ჰყავდათ მიგდებული. ავტობუსის ბოლოში რომ ვეგდე, აფარებულ ხელებს შორის დავინახე ერთ-ერთი მათგანი და სახეც მახსოვს და ისიც, როგორც გამეტებით უტყამდნენ. აქ ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ერთია, როდესაც ადამიანი თვითონ ექვემდებარებოდა ამ ძალადობას, მაგრამ
ესეთ წამების ფორმაა, როდესაც ადამიანები თან პარალელურად უყურებდნენ რამდენად მძიმე ძალადობას ექვემდებარებოდნენ სხვები, რომლებიც მათთან ერთად იქ იყვნენ და მსხვერპლები აღწერენ, როგორ ახსოვთ სისხლის გუბეები, სისხლის სუნი, სისხლის გემო და ბევრს ეს ფსიქოლოგიური ტრამვა დღემდე მოყვება. ამის შემდგომ, აი მიკროავტობუსში ძალადობის შემდგომ, ამ პირებს როგორც წესი გადასცემდნენ პოლიციას. იყო ასე ქალებზე ძალადობის ფაქტებიც, ხო? ქალებზე ძალადობის ფაქტები თვითონ აი ამ წამების შემთხვევებში არის ნაკლები. არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი იხსენებს, რომ პოლიციამ იძალა და მათზე სცადა სადღაც გაყვანა ცემა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდგომ, ასე ვთქვათ, ჩამოცილდა, შეეშინდათ და გაიქცნენ. თუმცა ეგ მიკროავტობუსში ცემა არ ყოფილა. მანამდე სანამ 28 ნოემბრის მოვლენები დაიწყებოდა, როდესაც აი 19 ნოემბერს იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც სექსუალურად შეავიწროვეს ქალი მიკროავტობუსში. ქალებთან მიმართებაში ასევე აქტუალური იყო ეს სექსუალური შევიწროების ენის გამოყენება. ხო, ამ უფრო დაშინებია, ხო? კი. და ეს სექსუალური შევიწროების ენა მათ შორის კაცებთანაც ხშირად იყო გამოყენებული. და ეს მსხვერპლების შემდგომ გადასცემდნენ მათ პოლიციას, კრიმინალურ და საპატრულო პოლიციას. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო მომენტამდე სანამ ამ ადამიანებს პოლიცია მანქანაში ჩასვამდა, ეს ცემა გრძელდებოდა, ანუ მიყვებოდნენ სპეცრაზმელები და უტყამდნენ. პოლიცია ამას როგორც წესი უყურებდა და არაფერს არ აკეთებდა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი ყვება, რომ პოლიციას სცადა დახმარება, ასე თავისი სხეულით მოეფარა მსხვერპლს და თვითონ მას მოხვდა წიხლი, თუმცა უმეტეს შემთხვევაში პოლიცია იყო ამ ძალადობის მომსწრე. შემდგომ უკვე პოლიციასაც ამ სისტემაში ძალადობის ჰქონდა თავისი როლი. ისინი ახდენენ მსხვერპლების ტრანსპორტირებას. ამ დროს როგორც წესი წამება უმეტეს შემთხვევაში წყდებოდა, ან გარკვეულ შემთხვევაში იყო ნაკლებად ინტენსიური, ან მაინც რჩებოდა რაღაც თავში ჩარტყმა, შეურაცხყოფა, დამუქრება, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურად, ვიდრე ამას სპეცრაზმი აკეთებდა. და ეს ადამიანები მიჰყავდათ განყოფილებაში, სადაც უკვე იწყებოდა, ასე ვთქვათ, კვალის წაშლა ამ ძალადობის. ამ კვალის წაშლა იმ მომენტში ბუნებრივია იყო საკმაოდ რთული და ფაქტობრივად შეუძლებელიც კი, იმიტომ რომ შემდგომ რამდენიმე დღის განმავლობაში ამ ადამიანებს ეტყობოდათ ამ ძალადობის კვალი, მაგრამ ეს კვალის წაშლაც თავის კომპონენტებისგან შედგებოდა. პირველი ეს იყო ფაქტების გაყალბება და ფაქტების გაყალბება ხდებოდა ფალსიფიცირებული არასწორი ოქმების შედგენით, რომ თითქოს ის პირი იყო დამკავებელი, ვისაც გადასცეს და ყალბდებოდა ფაქტობრივი გარემოებები, რა გარემოებებშიც მოხდა პირის დაკავება და მეორე იყო ეს ფიზიკური ძალადობის ფიზიკური კვალის შემცირება, მაგალითად მოუწოდებდნენ და თუ ასე ვთქვათ არ სურდა მსხვერპლს, აიძულებდნენ რომ სისხლი ჩამოებანა, რაღაცნაირად მოიწესრიგებინათ, იმიტომ რომ შესაძლოა იზოლატორის ექიმს თუ ძალიან მძიმედ იყო ადამიანი, ის არ მიეღო. და ამ დროს მხოლოდ იმ შემთხვევებში იძახებდნენ სასწრაფოს, როდესაც განსაკუთრებით მძიმე იყო პირის მდგომარეობა და წმუნდებოდა პოლიცია, რომ შესაძლოა ეს ფატალურად დასრულებულიყო და ამ პროცესში შეიძლება საათობით ყოფილიყვნენ მსხვერპლები ისე პოლიციის განყოფილებაში, რომ არ მიეღოთ დახმარება, სამედიცინო დახმარება, რომელიც მათ ჭირდებოდათ. შემდგომ უკვე ცალკე უნდა აღინიშნოს სასამართლოს როლი ამ ყველაფერში, იმიტომ რომ რამდენად იმჩნევა სასამართლო ამ ყველაფერს, ხო? ხო, იმიტომ რომ როდესაც მიდიოდნენ ნაცემი ადამიანები, ანუ აშკარად ეტყობოდათ მათ ძალადობის საკმაოდ მძიმე კვალი, სასამართლო ამას უკეთებდა სრულ უგულებელყოფას. როდესაც ისინი ცდილობდნენ ეს ამბავი მოეყოლათ, ისინი ამბობდნენ რომ ეს მათი საქმე არ არის, იმიტომ რომ ეს ადმინისტრაციული სამართალი წარმოება და გარდა ამ რაღაც სამართლებრივი ფორმალური თავიდან მოშორებისა, აქ ელემენტარული რაღაც ადამიანური თანაგზნობის და სამედიცინო საჭიროების დაკმაყოფილების საკითხიც არის, იმიტომ რომ მათ შორის ერთ-ერთი დაზარალებული იხსენებს, რომ ის იმდენად ცუდად იყო სასამართლო პროცესზე, განიცდიდა ძალიან ძლიერ ტკივილს და გრძნობდა რომ იყო გონების დაკარგვის ასე ვთქვათ პირას, მაგრამ მოსამართლე მაინც არ გამოუძახა სასწრაფოს და ბოლოს, როდესაც ძალიან ცუდად გახდა, უკვე ისევ მისმა ადვოკატმა გამოუძახა სასწრაფოს და ასე მიიღო მან სამედიცინო დახმარება. და ამის შემდგომ უკვე ის პირები, რომელთაც მიესაჯათ ადმინისტრაციული პატიმრობა, იყვნენ იზოლატორებში, იზოლატორში ფიზიკური ცემა, ძალადობა ეს არ ყოფილა. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში პირობები, რომლებშიც ისინი იმყოფებოდნენ, ასევე უტოლდება არასათანადო მოპყრობას. მაგალითად, ქუთაისის და ბაღდადის ხო, ანუ გავმიჯდეთ, ან ძალადობა ხდებოდა ძირითადად აქციაზე, სპეცრაზმის მხრიდან
და ამაგრე წელს მიკვა ავტობუსებში სანამ მიიყვანდნენ იზოლატორებამდე. კი, და ზოგჯერ პოლიციის მხრიდანაც. ზოგჯერ პოლიციის მხრიდანაც, კი ბატონო. და შემდეგ იზოლატორებში რომ იყავდათ, იქ უკვე ეწყდებოდა ეს. ხო, იზოლატორებში ან ძალადობას, ასე ფიზიკურ ძალადობას სტაფის მხრიდან ადგილი არ ქონია, მაგრამ ადგილი ჰქონდა ამ პირების საჭიროებების დაუკმაყოფილებლობას, მათ შორის სამედიცინო საჭიროებების დაუკმაყოფილებლობას ზოგჯერ და ასევე ისეთ პირობებს, მაგალითად აი ვამბობდი რომ იზოლატორებში იხსენებდნენ რესპონდენტები რომ 7 დღე გაატარა ერთმა იქ, მეორე 5 თვე ვარსდები, ხანგრძლივი პერიოდი, სინათლე იყო ისეთი კაშკაშა მთელი დღის და ღამის განმავლობაში, რომ მათ დღის და ღამის გარჩევის საშუალება არ ჰქონდათ და ფაქტობრივად ამ დღეების განმავლობაში არ ეძინათ. და ეს იყო საკმაოდ მძიმე, ეს არის საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფორმა. მარტივად რო ვთქვა, ხო, შუქს არ უქრობ. ეს წამების ერთ-ერთი ფორმა რა, შუქის არ ჩაქრობა. ერთ-ერთი დაზარალებული იხსენებს, რომ ჰიგიენური პირობები იყო იმდენად დაუკმაყოფილებელი, ელემენტარული ტუალეტის ქაღალდი და საპონი არ ჰქონდა და ამის გამო საჭმელს არ ჭამდითო, ეს ამას იხსენებს, ხო? აქ აი ამ ფიზიკური ძალადობის ფორმებთან ერთად, რაზეც ახლა ვსაუბრობ, მნიშვნელოვანი არის, რომ ამას ყოველთვის ახლდა თან დამცირება, ვერბალური შეურაცხყოფა, ძალადობა და ფსიქოლოგიური ძალადობა. ეს რატომ არის მნიშვნელოვანი გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა ამძიმებს ამ სურათს, ხო, რომელზეც ვსაუბრობ. აი ამ ეს ნარატივები, ეს ენა, რომელსაც სპეცრაზმი იყენებდა, იყო ფაქტობრივად იდენტური ყველა შემთხვევაში და მიუთითებს გარკვეულ იდეოლოგიურ რაღაც სარჩულზე ამ ძალადობის და რაც გულისხმობს. დამუშავებული იყვნენ წინასწარ. ხო, ეს სპეცრაზმელები იყენებდნენ ჰომოფობიურ ენას, რომელიც კავშირში იყო ანტიევროპულ ენასთან, ამ ადამიანებს ლანძღავდნენ ასე ვთქვათ, თითქოს მათ უნდათ გაპიდარასტება ქართველების, ასე რომ ვთქვათ, უხეშად რატომ გახართ ნაციონალების აქციაზე, ეს იყო ფრაზები, იყო ძალიან უხეში, აი მაგალითად, როცა გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, თუმცა ერთ-ერთი ასეთ ფრაზებს იხსენებს, რომ ახლა დაიწყება გართობა, ფორმაში მოგიყვანთ, დუბინკით გაგაუპატიურებთ, ნუ შემდგომ კიდევ საკმაოდ უხამსი ლექსიკა მოდის, თქვენ ხომ ისე ჰომოფობიური ლექსიკა მოდის, ეს ხართ და ეს გევასებათ, მოკლედ. ასეთი მიმართვები იყო. და ასევე ცემის დროს ეკითხებოდნენ ხშირად ამ ადამიანებს, კიდევ მოვიდოდა თუ არა აქციაზე. ეს ცალსახად მიუთითებს მიზანზე, ის რომ ამ ცემის, ამ ძალადობის მიზანი იყო დაშინება და დასჯა. დასჯა მათი შეხედულებების გამო, პროტესტში მათი მონაწილეობის გამო. ეს კომპონენტი ერთის მხრივ მიზანი, მეორეს მხრივ ის რომ ეს ხორციელდებოდა პოლიციის მიერ, ან სახელმწიფო წარმომადგენლების მიერ და ის რომ ეს ძალადობა ხშირ შემთხვევაში იყო საკმაოდ ინტენსიური, ან საკმაოდ მძიმე, აი ეს ყველაფერი ერთად ქმნის სამართალში წამების შემადგენლობას. თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ ხშირად ეს აღწევდა წამების კვალიფიკაციას. სახალხო დამცველის ანგარიშის მოხდა, ხო ეს? კი, სახალხო დამცველის ანგარიში ფაქტობრივად ადასტურებს იმას, რომ წამება იყოს სისტემური და მასობრივი. მასაც აქვს მასობრიობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნათქვამი აქვს, რომ თითქმის ყველა დაკავებული, ვინც ამ პერიოდში მოინახულა, თითქმის ყველა მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე. და ეს ძალადობის, ასე ვთქვათ, თითქოს მოტივი, ენა, რომელსაც ეს სპეცრაზმელები იყენებდნენ, მეორეს მხრივ ასევე რაღაცნაირად მოგვაგონებს თანხმედრაშია ქართული ოცნების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ნარატივებთან, ანტიევროპულ განწყობებთან, ჰომოფობიურ განწყობებთან, რაც რაღაცნაირად კავშირდება ადამიანების ევროპულ განწყობასთან და შემდგომ რაღაცნაირად ტრის ხატს ქმნის ამ ადამიანებისაგან და ფაქტობრივად იდენტურია მათი უშუალო ხელმძღვანელის ხარებას ლექსიკისა, რომელიც პირდაპირ ეთერში არაერთხელ რამდენჯერმე მოვისმინეთ ჟურნალისტებთან კომუნიკაციისას ან რაღაც. კი ბატონო, მიუხედავად აი ამდენი ფაქტისა, ერთი პოლიციელიც არ არის დასჯილი, ხო? კი, ყოველ შემთხვევაში რაც ვიცით ამ მდგომარეობით, არავის პასუხისგების საკითხი არ დამდგარა, მათ შორის იმ შემთხვევებშიც, როდესაც ყველამ ღიად ვნახეთ, რომ ვინც ემდა, ისევ აი ხარება რო გავიხსენოთ და როგორ ხდებოდა ძალადობა და ვერ იტყვი სპეციალური საგამოძიებო, რომ აი საიდენტიფიკაციო ნიშანი არ ქონდა და ვერ ამოვიცანით, ამ შემთხვევაშიც კი არავითარი ეფექტური ღონისძიება არ ყოფილა მიღებული. რეალურად დოკუმენტირება ჩვენ მიერ დოკუმენტირება ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, ვფიქრობთ, იმიტომ რომ როცა ახლა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი რაღაცნაირად ერთობლივად მუშაობს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეამციროს ეს პასუხისმგებლობის საკითხი, მაქსიმალურად შეამციროს ის რა მოხდა, ეს მტკიცებულებები, ეს ფაქტები რომ იყოს მოგროვებული, რომ არსებობდეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთის მხრივ ეს არის ისტორიის მნიშვნელოვანი, ახლა თუ არა, აი ახლა 13 წელი გავიდა და
ახლა იძიებს საპარლამენტო კომისიაში ქართული ოცნება ძველ ძალადობებს და აი ასე არ ვიცი რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ქართული ოცნების სახედ დარჩება და მოგონება და ეს ძალადობა და მოვადრო ალბათ რომ ამასაც გამოიძიებს უკვე ახალი ხელისუფლება საპარლამენტო კომისიის სახით იქნება თუ პროკურატურის სახით პროკურატურის მიერ ნუ შევხედავთ ამას მაგრამ ნუ აუცილებლად ეს საქმეები დარწმუნებული ვარ არ დარჩება გამოძიების გარეშე და როგორც ახლა ოცნება აი ნაცების იმას ყვება ამ ძალადობაზე ასე მოყვებიან შემდეგ უკვე მომავალში აი ამ დღეების ძალადობაზე რომელიც ოცნების ხელისუფლებამ ჩაიდინა ჩვენ გვაქვს ჩვენ დავასრულეთ დღევანდელი გადაცემა სამწუხაროდ რომ ამოიწურა მადლობა დიდი თაზო კირტავა საიას ანალიტიკოსი იყო ჩვენი სტუმარი მე გეშտოვებით ხვალამდე ხვალ შევხვდებით 7-ის ნახევარზე ერთმანეთს